ნინო წილოსანისთვის შეიძლება 5,000 ლარი უწყინარი თანხა, მაგრამ საარსებო შემოწირულის მიუხედავად რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 650,000 ადამიანი. ალბათ გითხეთ თუ არის უწყინარი თანხა 5,000 ლარი. ასევე უნდა გაუჩნდეთ, რომ ყოველი მესამე ბავშვის სიღარიბის ზღვარს მიყრმა. ბევრი აქტივისტისა და სტუდენტისთვის ეს თანხა რამდენიმე თვის, ზოგჯერ კი მთელი წლის შემოსავალია. ამ უწყინარ ჯარიმას მე დავარქვევდი ფინანსურ ტერორს, რომლის მიზანიც პროტესტის მონაწილეთა გაკოტრება და მათი ეკონომიკური გზით გაჩუმება. ასევე ამ პერიოდში ვნახეთ ბევრი უწყინარი რამ, ბევრი უწყინარი დაკავება, ბევრი უწყინარი ვიზიტი და ზარები, სადაც ასეულობით აქტივისტმა, პოლიტიკოსმა და მათმა ოჯახის წევრებმა, შორის არასრულწლოვანმა შვილებმა და ხანდაზმულმა მშობლებმა მიიღეს მუქარი შემცვლელი ზარები უცხოური ნომრებიდან. ვნახეთ წარწერები, ადამიანების საცხოვრებელ კორპუსებთან და ოფისებთან, უნივერსიტეტებთან პოსტერები, მათი ფოტოებითა და წარწერებით, სადაც ეწერა აგენტი, მოღალატე და ასე შემდეგ. ასევე ვნახეთ უწყინარი თავდასხმების სადარბაზოებთან, სადაც ნიღბიანი პირები ფიზიკურად უსწორდებოდნენ აქტივისტებს პირდაპირ ქუჩაში ან საკუთარ სახლებთან. ვნახეთ უწყინარი საკანონმდებლო ცვლილებები, სადაც ჯარიმების ათმაგად გაზრდა ვიხილეთ. ვნახეთ უწყინარი დამოკიდებულება მედიასთან. ვნახეთ უწყინარი განათლების რეფორმა. თუმცა პროტესტი 500 დღის მერეც გრძელდება და მიუხედავად უწყინარი რეპრესიებისა, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს დაცვას და აუცილებლად გვირდებით, რომ გავიმარჯვებთ ამ თქვენს უწყინარ რეჟიმზე.